მოკლედ სხვა რა საქმე მაქვს ხა? ვა, კინაღამ გადავხტი. მოკლედ ორი სიტყვით გეტყვით კამერების და მიკროფონების შესახებ, რაც მე მოვიძიე და პრაქტიკაში რაც გამოვიყენე და მივხვდი, რომ მუშაობს და კარგია რა. თუმცა ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრი არის და არ ვამბობ, რომ ერთი მეორეს აპრიორში ჯობია ან პირიქით. ანუ ეს არის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. სხვას შეიძლება სხვა გამოცდილება ქონდეს, შეიძლება სხვა სურვილი ქონდეს და შეიძლება არ გამოადგეს ეს რჩევა. მოკლედ თავიდან მქონდა DJI-ს action კამერა Osmo. რომ პირველი რომელსაც ძალიან ამასთან შედარებით და ზოგადად თავისი GoPro-ს რო დაუყენე, რომელიც მაგ წლებში გამოდიოდა, ძალიან პატარა ესეთი ვიწრო კუთხე ქონდა რა, დიდზე არ შლიდა ძალიან. ასევე უნდა გეყიდა გადამყვანი ადაპტერი, რომ მიკროფონი დაგაერთებინა მე. ოღონდ მანდაც ამ მიკროფონს რო გამოწერდი, ეხლა შეიძლება ვიღაცას გააქვთ ეგ კამერა და ეგ პრობლემა გააქვთ. ამას რო გამოწერდი, მიკროფონი რომელსაც თვითონ შეაერთებდი შეგნით უნდა ყოფილიყო. სახელები აღარ მახსოვს რომელი არის, მაგრამ ესე იყოფა რა. არის მიკროფონები, რომლებსაც აქვთ ორი შავი ზოლი ამ ოქროსფერ დაბოლოებაზე, ჯეკი რაც ერთდება. და არის მიკროფონები, რომლებსაც აქვთ დაბოლოება იმის რა ქვია, სამიანი. ამას ჭირდებოდა ორიანი. მე ხო ეგ არ ვიცოდი. რამდენი მიკროფონი არ ვცადე, რა აღარ ვცადე და ვაბრალებდი, რომ ეს ადაპტერია გაფუჭებული თქო, ორჯერ გამოუწერე რაღაცა. ჯამში $50 დავხარჯე რაღაც სისულელი ადაპტერში. აღმოჩნდა მერე, ბევრი ძიების მერე, რომ თურმე ესა და ეს ჭირდება და გადამყვანით გადაიყვანა, შვენივად გამოაქვს ხმა. მეორე პრობლემა ის იყო, რომ ისეთი მიკროფონი მქონდა, რომელიც რავი წავედი და ძვირიანი მიკროფონი ვიყიდე, შედარებით ახლა ძვირიანი არ იყო ეს. $100 გადავიხადე იმას პეტლიჭკას რასაც ეძახიან მაგაში. ეს შენ მიკროფონი აღმოჩნდა, რომ არის ძალიან ხარისხიანი და ყველანაირ ხმას იღებს, ხარისხიანი კი არა, გრძნობია რომ და აი რაღაცა პატარა ჰერცებსაც კი დეციბელებსაც იღებდა, იჭერდა და ყველაფერი ისმოდა საერთოდ. ანუ პირთან ახლოს როცა საუბრობდი, შანსი არ ქონდა, ის სუშრიალი იყო და წავედი მერე და ვიყიდე $20 ბანძი მიკროფონი. ვისთვის ბანძი და ვისთვის ძალიან კარგი ახლა. ამ $20 მიკროფონმა ისე კარგად იმუშავა, რომ რა ვიცი, ძალიან კაი ხმა მქონდა, მაგ დროს უბრალოდ ვერ ვიღებდი წესიათ, ძალიან ვიწრო კუთხე რო ქონდა, არასწორად. აი ერთ-ერთი ვიდეო მიდევს, მე მგონი, პირველი ვიდეო არის, რაც ავტორთა მაშინ ჯერ ხმაც კი არ მქონდა. მოგზაურობის ვიდეო არის, ჯავახეთში მოგზაურობ და ჯავახეთში მივდივარ უბრალოდ წალკიდან და შეგიძლიათ ნახოთ ეგ ვიდეო და მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი. ანუ კადრში არ ეტეოდა ბოლომდე ყველაფერი რა. მე მოკლედ დავკარგე კამერა და ჩემმა ცოლმა მაჩუქა ახალი კამერა. ეს შენი ახალი კამერა კინაღამ გავმაზე მოსახვევი. მაჩუქა ახალი კამერა. ამ დროს განვითარდა უკვე სამყარო, განვითარდა მიკროფონებიც. წავედი და ამ კამერასთან ერთად ვიყიდე Action 4, კი არა და მაჩუქა Action 4. წავედი მერე და ვიყიდე DJI Mic 2, ეხლა ირითიც ვიწერ, რაღაც კიდია. არის ორი ვარიანტი არის, შეგიძლია იყიდო კომბო, რომელსაც მოყვება ორი მიკროფონი და მიმღები, რომელიც თუ გინდა რომ ორივე მიკროფონთან ერთად იმუშაოს კამერამ, ეს მიმღები უნდა დაერთო კამერაზე
თან მოყვება ნებისმიერი კამერისთვის სამაგრი, კი არა და გადამყვანები. Action 4-ს მაგალითად Type-C თუ კავშირდება, კამერას, ჩვეულებრივ ვიდეო კამერას DSLR-ს თავისი რაღაც ჯეკი მოყვება და მაგითი უერთდება. ეს იმ შემთხვევაში თუ ორი კამერა გინდა გამოიყენო. ორი კამერა კი არა, ორი მიკროფონი გინდა გამოიყენო. ამ მიკროფონებსაც აქვთ ფუნქციები, რომ შეიძლება სტერეოდ გამოიყენო, ანუ ერთი მიკროფონი იწერდეს მარცხენა მხარეს, მეორე მიკროფონი იწერდეს მარჯვენა მხარეს და ცალს რო დაადებთ ერთმანეთზე, ცალკუში ანუ თუ სიტყვაზე ერთი კამერა უკეთია სიტყვაზე, აი პოდკასტი მიგყავთ და ერთი შენ გაქვს, მეორეს აქვს. ერთ ყურში გესმის შენი ხმა, მეორე ყურში გესმის იმის ხმა, ერთად არ გესმის ორივე ყურში. შეგიძლიათ ეგრე ჩაწეროთ ხოლმე და მე მონტაჟის დროს მაგას ხო სტერეო ქვია, ეს ორივე რო ერთად გესმის თითო ყურში მონო ქვია მაგას. შეგიძლიათ რომ მონტაჟის დროს გააერთიანოთ და გახადოთ მონო, ეს შენი სტერეო ხმა. რაც შეეხება თვითონ ვლოგინგს და კამერის უფრო არა მიკროფონის სეტაპი კამერასთან როგორ უნდა გქონდეს, თუ გინდა რომ თან საუბრობდე და ისე ეს რა ხდება? არ ხდება. თუ გინდა რომ თან საუბრობდე და თან იღებდე. ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც მე დავტესტე, ბევრ ადგილას ჩამოვიკიდე, ბევრ ადგილას მივამაგრე. ყველაფერი ვქენი. შეგიძლიათ, ჩაფხუტიდან გამომდინარე შვები ძირითადად ეგეთ რაღაცებს, თქვენ თუნდაც დატესტოთ ეგ ყველაფერი, თქვენზე უნდა მოიგოთ, მაგრამ ერთი რაც უნდა ეცადოთ, ის არის რომ იყოს პირთან ახლოს და თუ ერთ მიკროფონს უკავშირებთ, დამავიწყდა ეს რომ ეთქვა. ორი მიკროფონი თუ არ გჭირდებათ და ხო, ეგ ერთი ვარიანტი ხო იყო რომ კომბო, ორი მიკროფონი და ერთი მიმღები. ამ მიმღებზე ცალკე შეგიძლია კიდე ამებს დაუწიო დეციბალები და როგორი გზნობიარობაც გინდა ისეთი მისცემ. და არსებობს კიდე ვარიანტი, რომელიც არის ერთი ცალი მიკროფონი მარტო, ბევრად იაფიღირს, მოყვება დამტენი, ბარიკატა, რასაც dead cat-ი რო ქვია, აი ეს. და ჩასადები და მაგნიტი, ხო. მე უბრალოდ არ მიყვარს მაგნიტი, რატომღაც მეწელება ხოლმე. ეს ჩამოწელილია ახლა, მაგრამ არ მიყვარს რატომღაც. მაგალითად მე კომბო რო ვიყიდე, ერთი მიკროფონი მემაგრა ჯიბეზე, რითიც ვიწერდი მოტოციკლეტის ხმას და მეორე მიკროფონი ჩვეულებრივად მედო ჩაფხუტში, სადაც ლოყაზე რაც გედება, ეგ რბილი ნაწილი ხო არის და აი მაგ რბილ ნაწილს ვაწვევოდი ესე და ის აქვს. აი ესეთი რაღაცა აქვს. კვატისპირი. და მაგ კვატისპირს ვუკეთებდი. და ეგრე დღემდე ეგრე ვაკეთებ. არ და შემიძლია ეხა ახალ ჩაფხუტში რამე ხრიცი გავუკეთო უკან, ან რამე მაგნიტი მივამაგრო. პისპირი. მაგნიტი არის და შეგვიძლია რაღაცა ან რკინა აკრა, ან რაღაცა ეგეთი და უბრალოდ მიადებ და მიეწეპება მე შიგნით რა. მე მაქვს ხოლმე ეგრე ამ ლოყაში მაქვს ხოლმე გარჭობილი -10-ზე მაქვს ხოლმე ჩამოწეული დეციბალების რაოდენობა. ხან -12-ზეც, მაქსიმუმი არის -12. გაჩნია სად ვარ, როგორ ვარ. და რა ხასიათზე ვარ მაგიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება წყნარად საუბრობდე და არ არის საჭირო რომ ის იყოს, რა ქვია, -12 მქონდეს. მაგრამ ხანდახან შეიძლება ღრიალებდე ხოლმე, ისეთ ხასიათზე ვიყო და ამიტომ მომიწიოს სხვანაირად დაყენება. საწყენად არავისთვის არ ვამბობ ამას, მაგრამ ბევრი იუთუბერს შევამჩნია რომ ჩართული გაქვთ ხოლმე აქ ღილაკი აქ noise cancellation. აი საზიზღრობა არის ხალხო. ვეღარ გისმენთ ხოლმე. აი ძალიან კარგი კონტენტია ხოლმე, მაინტერესებს და აი ვერ გიყურებ რა, იმიტომ რომ ხმა ისმის, ჯერ ერთი მარტო შენი საუბარი ისმის. დანარჩენი გარეთ გიყურებ, გარეთ გახარ, ან მოტოციკლეტზე ზიხარ და შენი ხმის გარდა არაფერი არ მესმის. ანუ დაჯექი ოთახში მაშინ და იქიდან მელაპარაკე, რაღაც ჯდები მოტოციკლეტზე. მთელი მოტოციკლეტის მუღამი ის არის, რომ
გარეთ ხარ და ეს ხმები გესმის და რაღაცა და ეგასწორებს რა. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მისწორდება. და მგონია რომ უფრო კარგი და რაღაცნაირად უფრო იძირები ამ მაშინ ვიდეოში რა. იმერსივ არის უფრო რა, ჩემი რა. ამასობაში მაგარ მთებში კი მოვედი. 700 მეტრზე ვარ. ეხლა დამიჯდება კამერა და შეგიძლიათ რომ ამ მიკროფონებსთან დაერთოთ 3.5 მმ-იანი ჯეკის შესაერთებელი აქვს, ანუ ჩვეულებრივი ხურსასმენები და მიკროფონები რითიც იყო ხოლმე და პეტლი შეგიძლია ამოიყვანო ჩაფხუტში თუ მაინც და მაინც ამ სქელი რაღაცის ჩადება ან არეტევა ჩაფხუტში ან გაწუხებს უბრალოდ რო გედება, შეგიძლია ეგ გაიყვანო და ჩვეულებრივად იხმართ ამ მიკროფონს. Bluetooth-დაც უკავშირდება GoPro-საც და DJI Action-საც, მაგრამ კიდევ ერთი GoPro-s მინუსი ის არის, რომ დააერთებ Bluetooth-ით ამ იმას რა ქვია მიკროფონს. არ აქვს ვერ შეგნით დეციბელების დასაწევი. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ეს პირთან ახლოს რომ მიიტან მიკროფონს და ისაუბრებ, ისმის მარტო ღრიალი, წივილი, კივილი, ანუ შეიძლება სიტყვაც კი ვერ გაიგო რა არის რა ნათქვა. ამისთვის უნდა დააყენო GoPro-s media mode, media mode-ს რო დააყენებ. ამ კომბო უნდა გქონდეს ნაყიდი. მე მგონი ისეთიც არის, რა ქვია. ერთი რისივერი და ერთი მიკროფონიც არის. მე მგონი ეგეთი ვერსიაც იყიდება, კი. ერთი მიკროფონი და ერთი რისივერი. შეგიძლია ეგ იყიდო, media mode იყიდო კიდე ზემოდან, GoPro-s დაამაგრო media mode და მე ამ media mode-ში შეაერთო ეს მიმღები, რისივერი ამ DJI-ის მიკროფონის და მე ეს მიკროფონი რისივერთან დააერთო, დააკავშირო და მე რისივერიდან დაუწიო ამ დეციბელებს. ხო და აი ამ ხელა რაღაცის აუც 300 ლარი ღირს მარტო media mode. ცალკე რო იყიდო. 300 რაღაცა ღირს მე მგონი მიკროფონი ერთი ცალი რო იყიდო. თუ რისივერიანს იყიდი, სავარაუდოდ 600 ლარი ეღირება. თუ მეტი არა, შეიძლება 800-იც გეძდეს და 900-იც, იმიტომ რომ ეს კომბო ვერსიას მოყვება თან დამტენი кейსში და ესეთი პლასმასში და ზომდებს შიგნით ამ რისივერსაც და მიკროფონებსაც თვითონ power bank-ი არის ამ მიკროფონებისთვის და რისივერისთვის და რო ჩადებ შიგნით ავტომატურად იტანება. ამავდროულად შეგიძლია უბრალოდ Type-C კაბელითაც დატენო. კიდე ამ მიკროფონებს ფუნქცია აქვს, რომ გვერდზე წითელი ღილაკი აქვს ერთი და შეგიძლია რომ მაგას რო დააჭერ, ეხა მაგალითად რო დავაჭირო, თავის თავში აქვს 8 გიგაბაიტიანი მეხსიერება. და შეგიძლია რომ თავი დაიზღვიო და სიტყვაზე დაჭერდა ვიდეოს არ გადააწერა ხმა, ეს თავის თავში შეინახავს და ყოველთვის შეგეძლება რომ ეს ხმა ამოიღო და მე თავიდან დაადო შენს ვიდეოს. ძალიან კარგი ფუნქციაა. ამიტომ მირჩევნია Osmo Action-ი, უფრო სწორედ DJI Action-ი, Osmo არ ვიცი. არ მიხმარია, მაგრამ რასაც უყურებ ძალიან კარგი არის ეგეც და გამოსადეგი არის. კითხვები თუ გექნებათ, კომენტარებში დამიწერეთ. რაღაცა რაოდენობის კითხვა თუ დაგროვდა, აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს, ვიპასუხებთ მათ კითხვებზე. ხო, მოკლედ რაც ახლა გათიშულ გონებაზე არ გამახსენდა და ვერ გითხარით, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და აუცილებლად შევეცდები, რომ მოკლედ დროში გიპასუხოთ. დაგემშვიდობებით დროებით.